მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. ჩემი გადაცემის სპონსორია Coca-Cola. მოკლედ, რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში პოპულარობა მოიპოვა ტესტმა, რომელსაც ჰქვია პოლიტიკური კომპასი. პოლიტიკური კომპასი გამოიყურება აი ასე: ჩრდილოეთისკენ ავტორიტარული იდეოლოგიებია, სამხრეთისკენ ლიბერალური, დასავლეთისკენ მემარცხენე და შესაბამისად აღმოსავლეთისკენ მემარჯვენე. ტესტში შედის 64 კითხვა, რომლებზეც უნდა უპასუხო და შენი პოლიტიკური პოზიცია ავტომატურად სადმე მოთავსდება. მაგალითად, ასე გამოიყურება ცნობილი ისტორიული პირების პოზიციები პოლიტიკურ კომპასზე. ზემოთ და მარჯვნივ მუსოლინი, მემარჯვენე ავტორიტარი, ზემოთ და მარცხნივ სტალინი, მემარცხენე ავტორიტარი, ქვემოთ მარცხნივ მაჰათმა განდი, ქვემოთ მარჯვნივ აინ რენდი, სადღაც ცენტრისკენ კი ანგელა მერკელი. პოლიტიკური კომპასი ნებისმიერ რამეზე შეგიძლია გააკეთო, აი მაგალითად შრეკის პერსონაჟების პოლიტიკური კომპასი. უბრალოდ, როცა ცდილობ რომ ეს ფორმულა ქართულ პოლიტიკურ პროცესს მოარგო, აწყდები ისეთ ამოუხსნელ ფენომენებს, როგორიცაა მაგალითად მართლმადიდებელი მონარქისტ სტალინისტები. ვის დაეკისრა ჯვარისთვის თუ კაცობრიობის გადარჩენისთვის თუ არა სტალინს, ვის შეძლებდა სტალინი? სტალინი. ჩემი აზრით, ამ ხალხს უბრალოდ სჭირდება მოფერება, სიყვარული, მედიკამენტები. აი მაგალითად გეკითხებით, ბექა ოდიშარია ქოცია თუ ნაცი? აი ეს ბექა ოდიშარია ქოცია, ხოლო ეს ბექა ოდიშარია ნაცი, რომელმაც ნაც მოძრაობას 2012-ში შესწირა 35,000 ლარი. ეს ვიქტორ ჯაფარიძე ქოცია, ეს ვიქტორ ჯაფარიძე კი ნაცი. ეს ვასილ ჩიგოგიძე ნაცების დეპუტატი. ეს ვასილ ჩიგოგიძე ქოცების დეპუტატი. ეს გოჩაინუქიძე ნაცების გუბერნატორი რაჭაში. ეს გოჩაინუქიძე ქოცების გუბერნატორი რაჭაში. ნაციონალური მოძრაობა რო გამარჯვებული გამოსულიყო 2012 წლის არჩევნებში. თქვენ დატოვებდით ნაციონალური მოძრაობის რიგებს თუ არა? რა თქმა უნდა, არ წამოვიდოდი. ეს ისკო დასენი, ნაცების პროკურორი. ეს ისკო დასენი, ქოცების დეპუტატი. და მოკლედ გრძელი სია. კი ბატონო, მურუსიძე მოგეხსენებათ ნაცი იყო, მერე ქოცი გახდა. რაც მე აღმოვაჩინა ახალგაზრდაში, ხანგრძლივი საუბრის შემდგომ, ის განწყობილია ისე როგორც მე კვეთრად, რომ ყოველგვარი გავლენისაგან გაათავისუფლოს სასამართლო და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლოს აღორძინებაზე იფიქროს. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ ვიდეოს ნახულობ, იმქალივით ვარ. ჩემი აზრით სასამართლო არ მომწონს. ერთი სიტყვით რთული სიტუაცია. ამიტომაც მე გთავაზობთ, რომ კლასიკური პოლიტიკური კომპასის ნაცვლად შემოვიტანოთ ქართული ვერსია. ზემოთ იქნება პოლიტიკური პოზიცია, რომელსაც გამოვხატავთ სიტყვით უნდა აიგზალოს და სულ დაბლა იქნება რა მოხდა მერე. აიგზალოს მეტნაკლებად გასაგები პოლიტიკური პოზიციაა, ხო? ამ პოზიციის მომხრეები თვლიან, რომ ყველაფერი უნდა აიგზალოს. უფრო რადიკალური წარმომადგენლებიდან ისევ ეს ქალბატონი მახსენდება. სასამართლო არ უნდა არსებობდეს. როდესაც ადამიანი დამნაშავეა, ის უნდა იყოს დაჟილი სიკვდილით. აი მეორე რა მოხდა მერე პოზიციის მომხრე ადამიანების წარმომადგენელი იყოს ვინმე მღვდელი ნიკოლოზი, რომელმაც მრევლი სექსუალურად შეავიწროვა, რაზეც ძველი ბიჭები დაადგნენ და რომ კითხეს, რატომ გააკეთეო, უპასუხა რა მოხდა მერეო. აკიმანტებმა კაცმა ვიღაცას ქალს აკოცებ უჩეში. ბიჭო, ვიღაცა ქალს მოაკოცებ. მე ამდენი ხანი ქალს არ ვიღებდი, იქიდან გამომდინარე რომ ეხლა უწოდას რომ მეც გამიშთა პრეტენზია. პირდაპირ რომ აკოცებ უჩეში. და ხო მე მაგას გეუბნები, მე ამით ის კი არ გავაკეთე რაღაცა, უბედურება კი არ გავაკეთე, რაღაც ის კი არ გავაკეთე, იმასთან ცუდი რამე კი არ გავაკეთე. ამ გადაცემაში მე დაგისვამთ კითხვებს და ამ ახალი კომპასით ვეცდები დავადგინო, სად იმყოფებით ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. მოკლედ, მოდი ავიღოთ ასეთი ამბავი. გელათის მერე სვეტი ცხოველშიც წყალი ჩადის. ტაძრის უნიკალური ფრესკები ქოცების დროს წვიმის წყლით ზიანდება. თქვენი აზრით, ეს უნდა აიგზალოს თუ რა მოხდა მერე? აი ბეჟან წაქაძის აზრით, ქართული ოცნების დეპუტატი, რა მოხდა მერე? უпростоრად, ყველაფერი ხდება, შეიძლება რაღაც გაფუჭდეს, ხო? მუდმივი არაფერი არ არის. ნები არის, შედი ცხოვრის ტაძარი დგას ბატონო. მაგრამ არ რემონტდებოდა, ყველაფერი ხდება, რომ შეიძლება რაღაც გაფუჭდეს, ხო? მუდმივი არაფერი არ არის. მუდმივი არაფერი არ არის, ამბობს ქართული ოცნების სოკრატე დეპუტატი ბეჟან წაქაძე. ტაძარზე, რომელიც უკვე 10 საუკუნეს მოითვლის. ბატონო ბეჟან, მე ამაში შეგეწინააღმდეგებოდით. დაუფიქრებლადაა ნათქვამი. რანაირად არა არაფერი მუდმივი. აბა ბიძინა.
ჯერ უნდა დაფიქრდე, სანამ რამეს იტყვი და გადაწყვეტილება მერე მიიღო და არა პირიქით. ჩვენ ვიცით, რომ ეს შენი დიდი პრობლემაა. დაფიქრება მიყვარს, მაგრამ გადაწყვეტილებას ვიღებ სწრაფად. მოკლედ, სვეტიცხოველი ნამდვილად მუდმივია. აი მუდმივი კი დამერწმუნე ვერ იქნება შენ მიერ ყოველგვარი ნებართვის გარეშე აშენებული უმახინჯესი კორპუსები ქალაქის ცენტრში. სხვათა შორის ეს ისეთი უნამუსო კაცია არ გამოვრიცხავ გელათის და სვეტიცხოვლის ჩამონგრევას ელოდებოდეს, რომ იქ კორპუსები ჩადგას. აქვს თან ისტორიული ძეგლების ნგრევის გამოცდილება. პირველი არ არის ჩვენ სხვაგანაც ხოდა. ისტორიული ძეგლების დაგვინგრევია და ჩაგვინაცვლებია ახალი შენობით. სულ ახლახან ამ კაცს ასეთი რამეც აქვს ნათქვამი. ვინ გვართმევს? რუსეთი არ გვართმევს? რუსეთი რატო გვართმევს? სადერევა დასავლეთი? მეგობრებო, თქვენ ალბათ შეამჩნევდით, რომ მე აქ ასეთი ლამაზი ღილაკი მაქვს, რომელიც სულ მექნება ასეთ სიტუაციებისთვის. გაუშვით ბეჟან წაკაძის სიტყვები. ვინ გვართმევს? რუსეთი არ გვართმევს? რუსეთი რატო გვართმევს? მოუტყან დედის ტრაკი. ტრაკ. ახლა ავიღოთ მეორე ამბავი. დათა თავაძის სპექტაკლი, სადაც მხოლოდ 18+ ადამიანები დაიშვებიან. დარბაზმა კი მაქსიმუმ 20-30 მაყურებელი დაიტიოს. და თან გადაღებაც არ შეიძლება. ეს სპექტაკლი ვიღაცამ რა სუსმა საიდუმლოდ გადაიღო და გამოდო ინტერნეტში. რის შემდეგაც გაცილებით მეტმა ადამიანმა ნახა, ვიდრე დათა თავაძეს ექნებოდა განზრახული. ისე კი ამ ამბავში ბევრი მარჩიელობა არ გჭირდება. დათა თავაძის სპექტაკლის ირგვლივ აგორებული კამპანია ზუსტად იმავე დღეს აიწია, რაც მეგობარი აქტის მიღების პროცესი მიმდინარეობდა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში. ანუ ქართულმა ოცნებამ თავისი ამომრჩევლისთვის ძალიან არასასიამოვნო რეალობა გადაფარა სპექტაკლზე ჩუმად საიდუმლოდ გადაღებული შიშველი ტრაკით. ამ ამბავში სამწუხარო ისაა, რომ გარკვეულწილად წარმატებული კამპანიაც იყო. კიდევ ერთხელ ჩვენება იყო დახურული, მე სპექტაკლი არ მინახავს, მაგრამ ნახე რა ნაწილი ამოჭრა ქართულმა ოცნებამ სრულიად უკონტექსტოდ, რის შედეგადაც პატარა დარბაზის შეზღუდული აუდიტორიის ნაცვლად ეს გარყვნილება მთელ ქვეყანას მოიდო. აი აქ ხომ უნდა დავსვათ კითხვა, სულაც რომ პროტესტს გიჩენდეს ეს დადგმა, ვინ უფრო გაუწია პოპულარიზება, რეჟისორმა თუ ხელისუფლების პროპაგანდისტებმა, რომლებმაც ეგ ვიდეო ტელევიზიით მთელი კვირა ატრიალეს. არის მაიკ ჯაჯის ასეთი 2006 წლის ფილმი იდიოკრატია, სადაც შესაშური და შემზარავი სიზუსტითაა ნაწინასწარმეტყველები თანამედროვე პოლიტიკური მდგომარეობა. ამ ფილმში მთავარი პერსონაჟი მოგზაურობს შორეულ მომავალში, სადაც საზოგადოება დეგრადირდა, პოლიტიკა გასართობ შოუდიქცა, ხოლო კაცობრიობა ელემენტარულ პრობლემებს ვეღარ უმკლავდება. ამ ყველაფრისგან ყურადღების გადასატანად კინოთეატრებში უწყვეტად ტრიალებს ფილმი ტრაკი, რომლის შინაარსიც ესაა. 90 წუთის განმავლობაში ეკრანებზე ჩანს აი ეს. And that's all it was for 90 minutes. It won 8 Oscars that year. თან ეს ერთხელ რუსთავის მოსახლეობაზე ხომ დატესტეს უკვე. შუა ქალაქში დაუდგეს ქანდაკება, რომელიც საეჭვოდ გავდა პროქტოლოგების ყოველდღიურ ხედს. მეტიც, ამ ქანდაკებას 64-ის კარიბჭე დაარქვეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 64-ის კარიბჭე მართლა ასე არ გამოიყურება. ეს თუ 64-ის კარიბჭეა ძმაო, მე ეგეთ 64-ში შემსვლელი არა ვარ. ისე ქანდაკებებზე გამახსენდა. ორიოდე კვირის წინ ქართული წარმოშობის რუსი მოქანდაკე ზურა წერეთელი გარდაიცვალა. წერეთლის გაკეთებულია მაგალითად წმინდა გიორგის ქანდაკება თავისუფლების მოედანზე ან თემქაზე მონუმენტი საქართველოს მატიანე. ოღონდ ეს ნამდვილად არაა წერეთლის ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა. ყველაზე შთამბეჭდავი ისაა, რომ რუსეთში, სადაც გაიკეთა კარიერა, ხალხში საკმაოდ არ უყვარდათ მისი ხელოვნება. მიიჩნეოდა, რომ უშნოა და ზედმეტად უხეში. თუმცა წერეთელმა გამოიჩინა იშვიათი კვაჭი-კვაჭანდირაძისეული უნარები. დაუახლოვდა მოსკოვის იმჟამინდელ მერს ლუშკოვს და მოსახლეობის ნების წინააღმდეგ ჩააყენებინა, პირდაპირ მნიშვნელობით ჩააყენებინა თავისი ქანდაკებები, სადაც უნდოდა. მერე კი მლიქვნელობის სრულიად ახალი მასტერკლასი დადო და შექმნა პუტინის უზარმაზარი ქანდაკება ძიუდოს ფორმაში. აქ აშკარად გადაამლაშა, რადგან როგორც ჩანს რაღაც არ მოეწონა პუტინს. ან გამომეტყველებაში, ან პოზაში, ან მასალაში. შეიძლება წელზე მოჩიშველი რომ ყოფილიყო, მოწონებოდა კიდეც. მოკლედ, ქანდაკება არ დაადგმევინეს მოსკოვში, დაუტოვეს სახელოსნოში. თუმცა, წლების შემდეგ, შარშანწინ, აშკარად ამ ქანდაკებით ინსპირირებული ძიუდოისტი პუტინი დადგეს სად და ოკუპირებულ ცხინვალში. ოღონდ წერეთლის შესახებ უფრო საინტერესო ინფორმაციაც არსებობს.
მისი ყველაზე ცნობილი ქანდაკება არის მოსკოვის ცენტრში წამოჭიმული პეტრე პირველის მონუმენტი. როგორც ვთქვი, მოსკოვის მაცხოვრებლებს ეს ქანდაკება არ უყვართ და ლუშკოვის წასვლის შემდეგ სცადეს მისი თავიდან მოშორება და პეტერბურგში გადატანა, მაგრამ ამჯერად პეტერბურგის ხელმძღვანელობამ უთხრა უარი. თქვენ დაიტოვეთ, არ გვინდაო. თუმცა საკმაოდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ეს ქანდაკება არ იყო ჩაფიქრებული რუსეთის იმპერატორის ქანდაკებად, არამედ კრისტოფერ კოლუმბის. კოლუმბის მოგზაურობის 500 წლის თავზე წერეთელმა შეიმუშავა ზუსტად ასეთი დიზაინი, სადაც კოლუმბი დგას პატარა გემში და ამ გზით სცადა, რომ ამერიკაში ეპოვა დამფინანსებელი. ამერიკაში დიდად არავინ დაინტერესდა და წერეთელსაც ქანდაკების დიზაინი დარჩა უქმად. აბა რა იქნა? მოაძრო კოლუმბის თავი, მიაწება პეტრე პირველის თავი, ოდნავ შეუსწორა დეტალები და თავის მეგობარ ლუშკოვს მოსკოვში ჩაადგმევინა. ჩემი აზრით, ზურა წერეთელი როგორც პერსონაჟი ქოცური იდეალია. გააკეთა უხეირო ნამუშევარი, სცადა რომ დასავლეთში გაეყიდა, იკუთვნეს რომ არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და გააუმჯობესა, არა. გადააკეთა რუსულ ყაიდაზე და მიყიდა კრემლს. უბრალოდ წერეთელმა ეს ქანდაკებას უქნა, ქოცებმა კი სახელმწიფოს. მაგრამ არა უშავს. კიდევ შეიპარება ქართული ოცნება რომელიმე დახურულ სპექტაკლზე, გადაუღებს ვიდეოს მორიგ ტრაქს და ქვეყნის გაუბედურებას ამით გადაფარავს. თუმცა ამ ზემოთხსენებულმა ლოყებმა მაინც ვერ მოახერხეს სხვა ლოყების გადაფარვა. კერძოდ ირაკლი დგებუაძის. ძალიან ეცადა ქართული სასამართლო, რომ ბათუმის პოლიციის უფროსის ჩვენება მზია ამაღლობლის წინააღმდეგ მედიის გარეშე წარმართულიყო. აი მაგალითად ფორმულას ჟურნალისტები გააძევეს კიდეც დარბაზიდან. აქვე ბოდიში დათა თავაძესთან, მაგრამ ასეთ დრამატულ სპექტაკლებამდე, როგორც სასამართლო დარბაზებში იდგმება ხოლმე, ქართულ თეატრს ჯერ კიდევ შორი გზა აქვს სავალი. აი ამონარიდი დგებუაძის ჩვენებიდან. პოლიციის შავი ფერის გახსნილი ქურთუკი მეცვა, მომკიდა ხელი და მიმიზიდა მისკენ. ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში, საკმაოდ ძლიერად. ჩემი მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანის სახეში დარტყმის დროს, მე განვიცადე ტკივილი. ეს რატო წამაკითხეთ ეს? აგვიშვა პირდაპირ რასაც ამბობს ვიდეოდ. მე მართლა ვერ გავიგე, რას ედავებიან მზია ამაღლობელს. ადეკვატურ სასამართლოში ეს ქმედება თავდასხმად არანაირად არ კვალიფიცირდება. მზია ამაღლობელს ამ ქმედებისთვის, რომელსაც არანაირი ჯანმრთელობის ზიანი არ მოყოლია, ემუქრება 7 წელი. საბოლოო განაჩენი არ ვიცი, როგორი იქნება, მაგრამ დგებუაძის ჩვენების მიხედვით აშკარაა, რომ მაქსიმალურად ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ მზიას სილას მინიმუმ ტვინის შერყევა მოყვა. მე განვიცადე ტკივილი. რამოდენიმე ჩემმა თანამშრომელმა აღნიშნა, სახეზე 900 წითელი გაქვს, ორი წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს. ჯერ ერთი ირაკლი, არ დაფიქრებულ ხარ, რომ იქნებ ალერგიული ხარ. და მეორე, თუ მართალია რომ ჟურნალისტის სილა მისე შეგარყია, რომ მაგ ღამის მერე ერთ თვეზე მეტი ქუჩაში არ გამოჩენილ ხარ, იქნება არ ღირს, რომ პოლიციის უფროსი იყო. არ მინდა რომ შეგაშინო, მაგრამ ზოგიერთ კრიმინალს იცი რა აქვს? სხვათა შორის შენი ლოყის ბერებშია. მოკლედ ჩემი აზრით, ასეთი სუსტი, მოწყვლადი და გულჩვილი პოლიციელები უნდა აიგზალოს. უნდა აიგზალოს. არ გავარდის. მე მაქვს ისეთი შტაბეჭრილება, თითქოს ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში დერეალიზაციის მასობრივი ფენომენი ხდება. დერეალიზაცია არის შეგრძნება, რომ ეს რო ჩავიდე. დერეალიზაცია არის შეგრძნება, რომ რეალობას საბოლოოდ მოწყდი და რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, კინოს უფრო გავს. ხშირად გამიგია ფრაზა, მე მგონი სიმულაციაში ვცხოვრობთ. მე ამაზე მაქვს ნამდვილი დადასტურებული პასუხი. დიახაც, სიმულაციაში გვაცხოვრებენ. ისეიტის არის ეს თემა, ყველაფერი ომის პარტია, რომელსაც უნდა სამყარო ძალიან გადაიტვირთაო და აპირებენ რომ გამორიცხო. 1 მილიარდზე უნდა დავიყვანოთ. აჰა, ეს დიფსეიტმა თქვა? ადამიანების რაოდენობა უნდა საზოგადოებრივ თარუთია, მე იძახია მაგას. ადამიანების რაოდენობა უნდა შევამციროთ. რა თქმა უნდა, სამყარო ვეღარ უძლებს რომ ამხილად დადვირთო. ადრე პრეინდუსტრიულ საზოგადოებებში მედია სივრცე როგორც ასეთი არ არსებობდა. იყო ჭორები, მაგრამ არა ფეიკები, ანუ იდეოლოგიური მიზეზებით გავრცელებული ტყუილები. მართული ფეიკების ეპოქა დაიწყო ეგრეთ წოდებული სიონის უხუცესთა ოქმებით.
ეს იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნილი დოკუმენტები, რომლებიც ვითომ და საიდუმლო ებრაულმა ორგანიზაციებმა შეიმუშავეს მსოფლიოზე გასაბატონებლად. ამ დოკუმენტში მოყვანილია ვითომ სიტყვა-სიტყვით ჩაწერილი საუბრები საიდუმლოს ხდომიდან, სადაც გამოგონილი ებრაელი უხუცესები რაღაცებზე საუბრობენ. უფრო დეტალურად უმბერტო ეკოს პრაღის სასაფლაოი შეგიძლიათ გაიცნოთ. აბა გამოიცანით, სად გამოიცა პირველად ეს დოკუმენტები. როგორც იტყვიან, შიგ რუსეთში 1903 წელს. ორიგინალი სწორედ რუსულადაა დაწერილი. მერე რუსეთიდან გავრცელდა დასავლეთში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და რა თქმა უნდა გერმანიაში, სადაც 1933 წელს ხოთაშორის სასკოლო პროგრამაშიც კი შეიტანეს. თან ამ დროს სოციალური მედია ჯერ არ არსებობდა. მედიის შექმნა მოიტანა ის, რომ მსგავსი ფეიკები შეგიძლია ყოველდღიურად ავრცელო. შესაბამისად, რეალობას აღარ რჩება საარსებო სივრცე. რეალური პოლიტიკა, ანუ ისეთი თემები, როგორიცაა გაჭირვება, ფასების ზრდა, კრიმინალის ზრდა, სოციალური უთანასწორობა და ასე შემდეგ, ჩანაცვლებულია გამოგონილი პრობლემებით. ანუ კიდევ ერთხელ აი ამით. Das screenplay. ტროლბოტები კი ამ სიმულაციაში იმავე ფუნქციას ასრულებენ, რასაც ფარშევანგის კუდზე მიხატული უამრავი თვალი. ფარშევანგი საფრთხეს რომ იგრძნობს, კუდს შლის და გონია რომ როცა მტერი ამდენ თვალს დაინახავს, იფიქრებს რომ უი, აქ ერთი კი არა 30 ვიღაცა ყოფილა. მოდი დავემორჩილო, ან გავეცალო. რეალურად კი ერთი ჩვეულებრივი ფრინველია. აი ეს კუდზე მიხატული ჭრელა-ჭრულა თვალებია ის სიმულაციური სისტემა, რითიც დღეს საქართველოს იმართება. ბევრი ხმაური, ბევრი აგრესია, ბევრი თვალი კომენტარებში. სინამდვილეში კი გაპუტე ფარშევანგი და ინდაურისგან ვერ გაარჩევ. ეს სიმულაციური ბაბლი ძალიან გავს იმას, ადრე რომ ფინანსური პირამიდები იყო. სანამ ხალხს ჯეროდა რომ ფულს იშოვიდნენ, სისტემა მუშაობდა. როგორც კი რწმენა შეირყა, ბრახ და გასკდა. ჩვენი პოლიტიკური ბაბლიც ამ რწმენაზე დგას. სანამ ოცნების რიგებში მყოფ ხალხს ჯერა, რომ ეს სისტემა მარადიულია და ბიძინა ივანიშვილი კოსმოსიდან მართავს ამინცაც და ოპოზიციასაც, მანამდე ეს ბაბლი იბერება. სიმულაცია ყველა ავტორიტარიზმისთვის აუცილებელი ატრიბუტია, მაგრამ სიმულაციას ერთი დიდი პრობლემა აქვს. მის შენარჩუნებას ძალიან დიდი რესურსი სჭირდება. ბევრ ავტორიტარულ რეჟიმს ეს რესურსი პირდაპირ ფეხქვეშ აქვს. ირანს ნავთობი აქვს, ვენესუელას ნავთობი აქვს, აზერბაიჯანს ნავთობი, რუსეთსაც ოხრად ნავთობი და გაზი. ბელარუსს კი ყავს რუსეთი, რომელსაც, როგორც თქვით, ნავთობი აქვს. ასეთ მმართველობებს პეტროკრატიებს ეძახიან. და შემთხვევითი არაა, რომ თუ რესურსებს ეფექტურად მოაჯექი, ავტოკრატიის შენარჩუნებაც გაცილებით მარტივია. შეგიძლია იყიდო ლოიალობა, დააფინანსო პროპაგანდა, მოისყიდო საერთაშორისო დამკვირვებლები და ააშენო ილუზია, რომ ყველაფერი კარგადაა. ყველაფერი კარგადაა, კიდევ უფრო კარგად იქნება. მოკლედ, რისი თქმა მინდა. რაც უნდა ძლიერი ჩანდეს ეს სიმულაციური სისტემა, მას აქვს ძალიან მალფუჭებადი ვარგისიანობის ვადა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი მამოძრავებელი რესურსი არაბუნებრივი წიაღისეული, არამედ არარსებული კონსპირაციებია. გლობალური ომის პარტიები, დიპ სტეიტები და კიდევ სხვა 1000. ახლა ისევ ირაკლი დგებუაძეს დავუბრუნდეთ. ბოლო დროს გადავწყვიტე ჩემს ღრმა ბავშვობაში დაბრუნება და დავიწყე ჭადრაკის თამაში. ვინც Facebook-ზე მეგობრებში მყავხართ, ალბათ ნახულობთ კიდეც ჩემს სტორებს. მოკლედ, არის ასეთი ცნობილი აპლიკაცია chess.com, სადაც ყველა თაობისა თუ დონის მოჭადრაკე იყრის თავს, დაწყებული ჩემნაირი მოყვარულებით, დამთავრებული მაგნუს კალსენებით, გარი კასპაროვებით და ჰიკარუ ნაკამურებით. 3 დღის წინ ისე მოხდა, რომ სრულიად შემთხვევით ჩემს მასწავლებელთან მომიწია თამაში. უკვე 80 მიღწეული კაცი, არც ვახსოვდი და რომ მივწერე და მოვიკითხე, მითხრა შვილიშვილმა გადმომიწერაო, მე ვეუბნები რა დროს რასვლა გააკეთოს და ასე ვირთობ თავს ორიო. ახლაც ჩემი შვილიშვილი გწერს. მოკლედ, ძალიან ბევრი წლის მერე ძალიან ემოციური იყო ჩემთვის მასთან ასე ონლაინ შეხვედრა და თამაში. ნუ ცოტა დამთრგუნველიც, ზუსტად 9 სვლაში მომიგო. მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რაც ჩემი უბადრუკი საჭადრაკო კარიერის გარიჟრაჟზე ბატონმა გურამმა რჩევის სახით მითხრა. ყორშია, პეშკა შეგეცოდოს. ვინც ჭადრაკის თამაში არ იცით, გეტყვით რას გულისხმობდა სიტყვებში პეშკა შეგეცოდოს. პეშკას, ანუ ქართულად პაიქს, ძალიან შეზღუდული ფუნქციები აქვს. სხვა ფიგურებისგან განსხვავებით, მას მხოლოდ წინ შეუძლია სვლა, ტაქტიკური უკანდახევა კი არა. ანუ ამით იმას მეუბნებოდა ბატონი გურამი, რომ მიუხედავად იმისა, რომ პაიკი სხვა ფიგურებთან შედარებით ნაკლებად ძლიერი და ნაკლებად ფუნქციურია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხებზე დაიკიდო და უმიზნოდ გაწირო. ბატონი გურამი ჰუმანისტი კაცი იყო. და არის ღმერთმა
დიდხანს აცოცხლოს, ბევრი ჩემპიონი გაუზარდა საქართველოს. რატომ დავიწყე ახლა ამ ამბით ლაპარაკი? ჭადრაკის დაფას ხშირად ადარებენ პოლიტიკურ ველს და გამახსენდა ირაკლი კობახიძის აი სიტყვები. ბიძინა ივანიშვილი იყო ნამდვილი მოჭადრაკე პოლიტიკაში. როდესაც ერთ სვლას აკეთებდა 7-8 სვლა მინიმუმ ქონდა გათვლილი. ზოგადად ჭადრაკის დაფაზე 8 პაიკია. ასევე 2 ცხენი, 2 კუ, 2 ეტლი, ლაზიერი და მეფე. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ დაფაზე მხოლოდ პაიკები ჰყავს. მათი რიცხვი კი ბევრად აღემატება 8-ს. ერთ-ერთი ასეთი მოდი ბატონ გურამს დავესესხები და პეშკა ირაკლი დგებუაძე. პოლიციელი აწითლებული ლოყით. ამ ეტაპისთვის ეს არის მისი თავარი რეგალია, როგორც შევთანხმდით. ამ დგებუაძის ნაცნობი კი არა და ბავშვობის მეგობარი შემხვდა ამასთანავ ბარში და მეუბნება ზუსტად ვიცი რომ ახლა თავს ბოლომდე გაფარჩაკებულად გრძნობს და საშინელ დეპრესიაშია. სიმართლე გითხრათ მე ფეხებზე მკიდია როგორ გრძნობს თავს ირაკლი დგებუაძე. უბრალოდ მინდა ვუთხრა რომ ბიძინა ივანიშვილმა როგორც ჭადრაკის გროსმაისტერმა ის როგორც პაიკი დასვა იმ უჯრაზე სადაც გარდაუვალი თავის მოჭრა ელოდება. კი, თავის მოჭრაა, როცა ვახა მაჩალიკაშვილი შენზე აი ამას ამბობს. 57 წლის კაცი ვარ. ჩემი სიცოცხლის მანძილზე არ მინახავს და არც არავისგან გამიგია ქართველებსა და ვაინახებში და საერთოდ კავკასიურ ერებში, რომ კაცი ჩიოდეს ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო. ირაკლი დგებუაძე გაწირულია. ის ვერც უკან დაიხევს, რადგან როგორც უკვე ვახსენეთ, პაიკებს უკუსვლა არ შეუძლიათ. პაიკი საკუთარ ბედს ვერ წყვეტს. მის ბედს წყვეტს ის, ვისაც საჭადრაკო დაფაზე მისნაირების გაწირვა რამდენიმე სვლით ადრე ქონდა გათვლილი. ის პოლიტიკაში მოქმედებდა ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, როგორც გროსმაისტერი, რომელიც წინასწარ თვლიდა, არ ვიცი, 10-ზე მეტ სვლას, ვიდრე მიიღებდა გარკვეულ გადაწყვეტილებას. ასე რომ ქართული ოცნების პეშკებო. ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩემი ჭადრაკის მასწავლებელი, გურამ კვეკვესკირი, რომელიც ყოველი პეშკის დაღუპვას განიცდის. ბიძინა ივანიშვილი არის ცივსისხლიანი მოთამაშე, რომელიც თვლის, რომ დაფაზე თქვენნაირი პეშკები იმისათვის აწყვია, რომ გაიწირო. რა და რუსებს ყოველთვის გამოსდიოდათ ჭადრაკი და ბალეტი. თანამედროვე საქართველოში ბიძინამ მოჭადრაკის როლი მიითვისა. აი დანარჩენებს კი მე-13 წელია გედების ტბის ცეკვა გიწევდა. ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. მომავალ ორშაბათს შევხვდებით. გამოუწერეთ. კი ბატონო.